ალადობა. ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. სამზარეულოში ყოფილან. ბავშვს დაუნახავს მაგიდაზე სამზარეულოს დანა აუღია და თავდაცვის მიზნით მოუქნევია. მაინც არანებებდა თავს თურმე. დაჭრილიც კი ცდილობდა ეძალადა სექსუალურად ბავშვზე. პედოფილია ალბათ, თორემ სხვანაირად როგორ უნდა იძალადო ბიჭზე, თან 15 წლის მოზარდზე. პირდაპირ ეუბნებოდა, რაც სურდა მისგან. ამ კაცს არავინ იცნობდა აქ. 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და იძახდა მშენებელი ვარო. ბავშვი არის 15 წლის, თან სკოლაში დადის, თან უნდოდა რომ მისი შემოსავალი ჰქონოდა. ოჯახსაც ეხმარებოდა, თან ხელობას სწავლობდა. სარემონტო სამუშაოებზე დადიოდა ხოლმე ხანსად და ხანსად. ეხლაც რომ შესთავაზა ამ კაცმა წაგიყვან დამხმარეთო, დათანხმდა ბავშვის სიხარულით. ქესალოში წაიყვანა, იქ ვიღაცის სახლის მოპირკეთება უნდა დაეწყოთ. სახლი უნახიათ, იქ სხვა მუშებიც იყვნენ. ეს ბავშვი გამოყო და შესთავაზა რუსთავში წავიდეთ ვისადილოთო. წაიყვანა მასთან სახლში და მერე იქ მომხდარა ეს ამბავი. ეს ბავშვი უნდა გათავისუფლდეს, მოუსპო მომავალი იმ ნაძირალამ. როგორ გაბედა, ჩვენ კავკასიელები ვართ, მსგავსი რამეები ჩვენთან არ ხდება. რატომ უნდა დამორჩილებოდა ბავშვი? ყველა მსგავსად მოიქცეოდა, თავი არ დაეცვა აბა. ჯერ ეხვეწებოდა ბავშვი, თურმე რომ ჩაკეტილი კარი გაეღო. სთხოვდა რომ გამიშვიო. უმწეო ბავშვს როგორ გაუბედა. არც კი